დიდი მადლობა, ბატონო პრეზიდენტო, პატივცემულ პრეზიდენტებო, ბატონო პრემიერ-მინისტრო, ძვირფასო კოლეგებო, სამედის მონაწილეო, ყველას მოგესალმებით. სასიხარულო ჩემთვის მოძმე აზერბაიჯანში ვიზიტი და ცენტრალური აზიის ქვეყნების ეკონომიკებისთვის გაეროს სპეციალურ პროგრამაში ჩართული სახელმწიფოების მეთაურების სამიტში მონაწილეობა. მაქვს პატივი საპატიო სტუმრის რანგში მიმართო დღეს აქ შეკრებილ გამოჩენილ საზოგადოებას. პირველ რიგში მინდა მადლობა გადაუხადო ჩვენს მასპინძელს პრეზიდენტ ილჰამ ალიევს ჩემი მოწვევისთვის საპატიო სტუმრის რანგში ამ ფორუმის შესანიშნავი ორგანიზებისთვის და ულამაზეს ქალაქ ბაქოში ჩვენი გულთბილი მასპინძლობისთვის. მე ასევე გულწრფელად გილოცავთ ამ პროგრამის დაარსების 25 წლის იუბილეს, რომელიც შეიძლება ითქვას უნიკალურ პლატფორმად ჩამოყალიბდა სექტორული თანამშრომლობისთვის და ჩარჩო ინიციატივა იქცა რეგიონში სტაბილური და მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფად. აზერბაიჯანი საქართველოსთვის ღირებული მეზობელი და სტრატეგიული პარტნიორია. ჩვენ ვამაყობთ, რომ ჩვენს ერებს შორის მრავალსაუკუნოვან მეგობრობაზე დაფუძნებული ურთიერთობა უმაღლეს დონეზეა. ძვირფასო კოლეგებო, ამჟამინდელმა გეოპოლიტიკურმა კონტექსტმა გაზარდა ჩვენი რეგიონის როგორც მნიშვნელოვანი სატრანზიტო და ლოგისტიკური ცენტრის როლი, რაც ხელს უწყობს ტრანსპორტისა და ლოგისტიკური კავშირების გაუმჯობესებას. აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტზე ვაჭრობის დივერსიფიკაციისა და გაფართოების მზარდი მნიშვნელობის გათვალისწინებით, ეგრეთ წოდებული შუა დერეფანი ხდება ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი და არსებული მარშრუტების საინტერესო ალტერნატივა. შუა დერეფანი ევრაზიის კონტინენტზე პოზიციონირდება როგორც ტურისტებისა და ნახშირწყალბადების რესურსების მიწოდებისთვის, შეიძლება ითქვას ყველაზე სწრაფი ეკონომიური და საიმედო არხი. ამიტომ აზერბაიჯანელ და ყაზახ კოლეგებთან ერთად ჩვენ აქტიურად მუშაობთ ამ კორიდორში არსებული დაბრკოლებების აღმოსაფრველად და ყურადღებას ვამახვილებთ ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე, გამტარუნარიანობის გაზრდაზე, პროცედურების გამარტივებასა და ერთიანი სატარიფო სისტემის დანერგვაზე. დაკავშირებადობის ხელშეწყობა ჩვენთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. ჩვენს ქვეყანას აქვს ძალიან საინტერესო სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობა, ასე მიმზიდველი ბიზნეს გარემო. საქართველო უკვე თამაშობს მნიშვნელოვან როლს აღმოსავლეთ-დასავლეთის დაკავშირებადობაში და მისი საერთო პოზიტიური ეკონომიკური ბიზნეს და ინსტიტუციური პერსპექტივა შეესაბამება ჩვენს მიზანს, რომ უზრუნველყოს სტაბილურობა და კეთილდღეობა მთელს რეგიონში. ჩემი მთავრობა მნიშვნელოვან ინვესტიციებს ახორციელებს მასშტაბურ პროექტებში რეგიონული ვაჭრობის ხელშეწყობის მიზნით. ბოლო წლებში ინვესტიციები განხორციელდა ქვეყნის საავტომობილო გზების, რკინიგზისა და აეროპორტების განახლებაში, ასევე ახალი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურული პროექტების შემუშავებაში. ჩვენ ახლა მუშაობთ ახალი პროექტის განხორციელებაზე, რომელიც არის ახალი პორტის მშენებლობა ანაკლიაში და საბოლოო ეტაპზე ანაკლის ღრმაწყლოვანი პორტის სიმძლავრე იქნება წლიური 100 მილიონი ტონა წელიწადში. ასევე ჩვენ ერთობლივად მუშაობთ შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროენერგიის კაბელის პროექტზე, რომელიც წამოვიწყეთ და რომელზეც ჩვენ გასულ წელს დეკემბერში ბუქარესტში მოვაწერეთ ხელი საქართველოს, აზერბაიჯანის, უნგრეთსა და რუმინეთის ლიდერებმა. ვფიქრობთ, ეს პროექტი ძალიან საინტერესო იქნება არა მხოლოდ ჩვენ რეგიონს, არამედ ევროპისთვისაც. ასევე მინდა აღნიშნო, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში საქართველოს რკინიგზის თვითმფრინავა გაზრდილი არის 48%-ით. 24 წლის ბოლოს რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტის დასრულების შემდეგ ჩვენი რკინიგზის გამტარუნარიანობა გაორმაგდება და გახდება 48 მილიონი ტონა წელიწადში. ჩვენ ასევე აქტიურად მუშაობთ აზერბაიჯანთან ერთად ბაქო-თბილისი-ხარსის სარკინიგზო ხაზის მშენებლობაზე, რომელიც 24 წელს დასრულდება. მთავრობა ასევე ახორციელებს სერიოზულ სოლიდურ კაპიტალდაბანდებას აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის პროექტში. ჩვენ ასევე მუშაობთ ახალი აეროპორტის განვითარებაზე, რომელსაც ექნება პოტენციალი რომ გახდეს რეგიონული საავიაციო ტრანზიტული ცენტრი. საქართველო მოგესალმებით ძვირფასო კოლეგებო, რომ მრავალი წლის განმავლობაში არის საიმედო პარტნიორი ენერგორესურსების ტრანზიტის კუთხითაც. ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს მიწოდების ჯაჭვში
დაუზრუნველყოფს ნედლი ავტობუსისა და ბუნებრივი აირის უწყვეტ და უსაფრთხო ტრანზიტ სამხრეთ კავკასიის გავლით. ამასთან მე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ მნიშვნელოვნად დაინტერესებულნი ვართ ცენტრალურ აზიის რეგიონთან კიდევ უფრო მჭიდრო ურთიერთობის გარმოვებით და არსებული პოტენციალის სრულად გამოყენებით. მინდა აღვნიშნო, რომ ბოლო წლების დინამიკა არის ძალიან პოზიტიური. ჯერ ვიტყოდი აზერბაიჯანთან სავაჭრო ბრუნვა გასულ წელს გაიზარდა 16%-ით, წელს 10 თვეში ასევე 16% არის გაზრდილი სავაჭრო ბრუნვა და შეადგენა $1,230 მილიონი. ასევე ცენტრალური აზიის 5-ვე ქვეყანასთან სავაჭრო ბრუნვა შარშან გაიზარდა 50%-ით, ხოლო წელს 10 თვის მონაცემებით ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ეს მაჩვენებელი 150%-ით არის გაზრდილი და შეადგინა $1,400 მილიონი. ძვირფასო კოლეგებო, ჩვენი მთავრობის მთავარი მიზანი არის მშვიდობის შენარჩუნება, სტაბილურობის უზრუნველყოფა და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა. იმის მიუხედავად, რომ რეგიონი და მსოფლიო გამოირჩევა არასტაბილურობით, უსაფრთხოების სფეროში არსებული გამოწვევების გამო ჩვენმა მთავრობამ ხსენებული მიზნების მიღწევა ჩვენი პრაგმატული, გააზრებული საგარეო და სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად შეძლო. ბოლო წლებში ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა გაიზარდა 10%-ით, 21 წელს და 22 წლებში 10%-ზე მეტი ჰქონდა ეკონომიკური ზრდა. ეს ტრენდი შენარჩუნებული არის წელსაც 7%-იანი ზრდა გვაქვს მიმდინარე პერიოდში. ინფლაცია არის ძალიან დაბალი, 1%-ზე ნაკლები. მოსალოდნელი არის, რომ წლის ბოლოს ერთსულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი იქნება $800-ზე მეტი, რაც არის ბოლოს 3 წელიწადში გაორმაგება ამ პარამეტრის. მინდა ვთქვა, რომ 24 წელს ერთსულ მოსახლეზე გადაანგარიშებით მშპ იქნება $8,500-ზე მეტი. გარდა ამისა, მინდა გაგიზიაროთ მონაცემები, რომ ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო რეზერვები მიმდინარე წლის ივლისში ისტორიულ მაქსიმუმს გაუტოლდა, ხოლო უმუშევრობა და სიღარიბე ისტორიულ დაბალ ნიშნულზე დავიდა. ჩვენ ასევე აქტიურად ვაგრძელებთ ევროკავშირში ინტეგრაციას. ბოლო 10 წელიწადში ჩვენ მოვაწერეთ ხელი ავსტრიების შეთანხმებას, თავისუფალ ვაჭრობას ევროპასთან. ამოქმედა თავისუფალი მიმოსვლის რეჟიმი, თავისუფალი უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ევროკავშირთან. შარშან მივიღეთ ევროპული პერსპექტივა და დეკემბერში ველოდებით კანდიდატის სტატუსს. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ საქართველო როგორც ეკონომიკური თვალსაზრისით მზარდი პოტენციალის მქონე ქვეყანა, საიმედო და სტაბილური პარტნიორია. დღემდე ჩვენ ხელი მოვაწერეთ თავისუფალ ვაჭრობის შეთანხმებებს ევროკავშირთან, ჩინეთთან, გვაქვს თავისუფალი ვაჭრობა DST-ს ქვეყნებთან, დიდ ბრიტანეთთან, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებთან და თურქეთთან და მთლიანობაში თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებები საქართველოში ინვესტორებს აძლევს წვდომას 2.3 მილიარდიან მომხმარებელთა ბაზარზე. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მიმდინარე წლის ივლისში მე მქონდა ძალიან წარმატებული ვიზიტი ჩინეთში და ჩვენი ურთიერთობები გადავიყვანეთ ახალ დონეზე, სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გავაფორმეთ, რაც აძლევს ახალ შესაძლებლობებს არა მხოლოდ ჩვენს ქვეყნებს, არამედ მთლიანად რეგიონს. მინდა ასევე აღვნიშნო, რომ რეგიონში ვართ ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც აქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ჩინეთთან და ევროკავშირთან. ძვირფასო კოლეგებო, მე მინდა გითხრათ, რომ საქართველო არის заინტერესებული, რომ კიდევ უფრო მეტად გავაძლიერო ჩვენი პარტნიორობა, ჩვენი თანამშრომლობა აზერბაიჯანთან, ცენტრალურ აზიის რეგიონთან, რაც მოიტანს მეტკეთილ დღეობას და სტაბილურობას ჩვენი ქვეყნებისთვის. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადაუხადო პრეზიდენტ ალიევს დღევანდელი მნიშვნელოვანი ღონისძიების მასპინძლობისთვის და გისურვოთ წარმატებები მომავალ საქმიანობაში. დიდი მადლობა. Teşekkür ederim Cenab-ı Başkanım.